ეხლა ვართ ბარჯის ხევთან მეგობრებო. სადახანო ვისვენებთ და ძალიან მალე გავაგზავნებთ გზას. ამინდსაც შეეხება კიდე რავი რა. წავა. ეგ არის მეგობრებო, ჩამოვედით ლაგუდაში, სახლში ვარ. ხო, რა შეეხება ხა ზაზას სიგიჟეს. ზაზას მოვიდა ხა ესეთი იდეა. მოდით იქსონ ვარკეთიდან წავიდეთ ახმეტელის თეატრამდე. ოღონდ იცი როგორ? ფეხით. მეთქი საღოლ შემოძავ, ზამაგრიდი მოვივით. What the fuck bro? ეს დაგეგმილი არ იყო. მარტო ეკი არ იყო, ანუ ჩელენჯი ქონდა რომ ყოველ 1 კილომეტრზე უნდა გაეკეთებინა 10 ბუქრი. მე ხო ფეხი დამწყდა. ფეხი ძირები ხო დამეხეთქა. მე ბოლოში რომ მივედით, აპირებდა რომ 50 ბუქრი გაეკეთებინა რა. 36 ბუქზე რომ მივიდა, ტიპი ჩაიკეცა. End of the story. აი, ხა ეს ბავშვი მასწავლის როგორ უნდა ვატარო მან. ავაროდი მოგეჩავდოთ. აი, ყოლე ავაროჩეო შემოდეთ ამ ხედი გაუშვი საჭი თავში დასწრება და კატარაშვილი. მე ამ დროს ჯერი ისერნს რუკნიშნებს და ხო, როცა გადიხარ მოსაკო. ავაროდი მოგეჩავ და გაიხედო ისე რომ ხარი კარგად დაინახო რომ მანქანა არ მოდიოდეს რა. არ მოდიან წავიდა. გაუშვი საჭის ხელი გასწორდა მანქანა. მე თავი. მე პარალელური გაჩერება პარკირება რაღაც. მაგრამ თუზი არ უნდა. ახლა რა ეს კითხვისდები. ხენც მოგიხდებოდა დავით რა. აი ან ეს მოგიხდებოდა. და ლუის მის საქართველო ნომბერ 1. ბიჭო გააჩნიე ხასა. დღეს აი ეხლა სკროლს ავიღე მეგობრებო უცებ. აი ცადი. ვაა. ჩემი სკროლინგ. იო, წავედით. აი, სად წავიდეთ ახლა, აბა? ხო, ცოტა აცივდა, ხო იცი. აღაზაში წავა, აბა და რამის დავით. ისე ვიღაც კაცს რო ქურდი ვეგონე. გარაჟიდან რომ ეს სკროლი ამეღო. ეს სკროლი რომ დამეღო, ანუ კაცს ვეგონე სკროლი. შევდივარ გარაჟში რა. მეთქი ავიღებ სკროლს რაღაც. დამოდის კაცს. ვინ ახარო შენო? აქ სკროლი არ არის. მეთქი მე დავიბმენი რა არ არის. სადმე სხვაგან ხო არ მივედი თუ. გავედი გარეთ, დავიწყე ზებნა, მეთქი სწორად გოზე ვარ. მე მიბრუნდი და ანუ მამაჩემი უხსენე რა, ანუ მამაჩემი ჩავრე და ეგრე დამატანა რა. მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა ანუ სინამდვილეში ეს კაცი ხა მართალია, წარმოიდგინე ვიღაცა მოდი ხარ და სკროლს ითხოვ რა. ანუ რა ყველაზე მეტად იცი რა გამისწორდება ეხლა? დოპამინი. აუ ხალხო, ეხლა ხარ რა სულელობა დავიმართა თქვენ ასე არა ხარ და ალბათ არავის არ მოგსურიათ ცხოვრებაში, ანუ დოპამინი ვიყიდე რა. მეთქი დავაგემო რაღაცა კაკოს, ახალი სასმელია რაღაცა. მივედი სახლში. დავიწყე ჯიბიდან რაღაცაები სამლაგება. და უცებ ტელეფონი აღარ არის, ბიჭო. ტელეფონი დავკარგე. გადავირიე მეთქი, ანუ მეთქი სად არის, სად დავკარგე, ანუ სახლში არის. მე ჯერ ერთ მაღაზიაში მივედი, არ იყო მანდაც და დავარეკინე რა და კიდევ კაი ლაგოდეხი არის პატარა ადგილი და მარტივად მივაგენი რა. ეს რო თბილისში დამართნოდა, არ ვიცი, ალბათ დავკარგავდი ტელეფონს. არა, შეიძლება რომ თქვა ეხა ამენაირად იყოს. გემოები რავი. დაბალანსებული აქვს. ანუ არ არის. არც ძალიან ჟავი არ არის. არც ძალიან ტკბილი არ არის. როგორც ერთხელ სასმელი წავა რა. ზოგი ერთხელ სასმელი არის რომ აი ის გიმწარებს რა. და ეს ძალიან საკაიფო არის. დიზაინის მხრივ რავი, ანუ იმენა კაკოსი ხარ არ ეშლება ეს ყველაფერი და ვიცი რამ ხელა გზა გამოიარა. ეს საბოლოო დიზაინი რომ მეიღო და რავი, აი რა ვთქვა. დავწერდი ალბათ 8-დან 10. იმიტომ რომ 4 ლარი გადავიხარ, ანუ 250 მილiliტრში რა. აი ესო ცოტა უფრო იაფი ყოფილიყო, ალბათ 10-ს დავწერდი. ანუ კაკო ძალიან მიყვარს რა, მე ძალიან მაგარი იუთუბერი არის. არა, ეხლა
10-დანაც ვერ ვიტყოდი რა და ანუ იშვიათად წერ ხოლმე 10-დან 10, ამიტომაც ხო 8-დან 10 რა. და მე ალბათ მაგარი იქნებოდა რჩევას მიცოდი რომ დამოუშვით უშაქრო ვარიანტები რა ძალიან კაი არის რა. მოუწრებოდ ყავა. აი ყავა კაი ყავა. ლოგში ეს უიღებ ლოგს. ყველა განა გამონახო შანსი ხოაზე. ასწორებს. ეს ის არის კარამელის არის? ესეც შემდეგი დღე ნახე რა საშნელი ამინდი არის რა. არა თითქოს არ წვიმდა რა, მეთქი წავალ დავათვალიერებინი მაყურებელს აგოდეს თქო აკძალს გამოვიდო და საინტერესო დღე თქო, მაგრამ რა ვიცი. ფოტოშოპის ChatGPT-ის ინტერპრეტაცია არის ძალიან საინტერესო ჯაყოზე რა, რომ ჯაყო არისო კორუმპირებული მართველიო, რომლის ხელისუფლებაში მოდის შემთხვევით და უსამართლობის ფონზე არაფერ ღირებულებას არ ქმნის, იყენებს ხალხის გაუნათლებლობას და სისუსტეს და ასევე არა მხოლოდ ჯაყოში არისო პრობლემა, არამედ სისტემურ პრობლემაში. ანუ ჯაყო არის სისტემური პრობლემის სიმბოლო და რას ნიშნავს ეს რომ იმ გარემოს პრობლემაც არისო, რომელიც მას საშუალებას აძლევს რომ გაძლიერდესო რა. ეხა ვარ მეგობრის სახში, ძმაკაცის სახში. ხო არა Windows-ი გადამიყენეო რა და ეხა მე ხო უარს ხო ვერ ვეტყოდი ხოლმე ეხა მე ხო პროფესიონალი ვარ რა. ანუ თუ Windows-ის გადაყენება იცი, всё, ძმა, IT-შნიკი ხარ ხოლმე ხა. ეხა ვიწერ ჯერ არ ვაყენებ. მაგრამ პრობლემა ის არის რომ ფლეშკა არ აქვს ბიჭო, რა თემა, რატო არ გაქვთ ფლეშკა ხალხო რა. ესეც აქ არის და რას ყომარო ყველაზე მეტად რა თქმა უნდა გევალსება FIFA, ხო? FIFA. FIFA არის. რა უნდა კითხო? Yes. ლეპტოპი არ გამიჩნევს ედიტში? რო გადმოწე. მოდი ამ კითხვაზე არ გავცეთ პასუხი. ამით ცადე რომ მაგა თამაშები. შეხედე ბიჭო რომელიც ქენა ხართ OG გეიმერები, ხო? ბავშვობაში რას თამაშობდი რა? აი რა გამოცდილება გაქვთ გეიმინგში საერთოდ? Yes. Far Cry 4-ში მინა იყავი რავი რა. 2003 წლის FIFA-ს თამაშობდი თამაში. ძესკი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ეხლა ძველ Windows-ში რა ვიცი. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და აღარ გაჭიდოს რა. სამწუხაროდ გარეთ სივა. Oh shit, რა სიმპათიური ხარ, ლუკა. მოკლედ, მორჩი ვარჯის. ცოტა ნაკლები გამომივიდა, იმიტომ რომ გვიანია და ეთქი, ანუ არ გადავტირთო ეხა სხეული რა, ძალიან თქო რა. ნახოთ ხვალ რა იქნება. იქნება და ამիդები გამოვიდეს თორე დავიტანჯე წვიმს და ვერსად ვერ გავდივარ რა. აჰა. ესეც შემდეგი დღე. ამინ დიდი დადარ არის გამორჩეული. არა რაც არ ეგ არის, დრო მოვიხელთე და გამოვედი, იმიტომ რომ შეიძლება წვიმა წამოვიდეს ცოტა ხანში. რავი რა, ესეც ჩვენი ლაგოდეხი. საფხულში რამე ვლოგს მოვიფიქრებ რა. მინდა რომ მაგარი ვლოგი გავაკეთო ლაგოდეხში. სხვათაშორის თუ ფული იქნება, შეიძლება ბათუმშიც კი წავიდე რა. და ვნახო სხვადასხვა იუთუბერი ასე ვთქვათ. იო. ბედბელა და ზიპერა. და ვნახო უეჭველი რა. გასტურა.
ჩამოვწდით აბაი. იმედია ჩანვარ ხალხო. ესეც ჩვენი რანი რა. ოიცახ ახლა. რა ვიცი ხალხო, დღეს არის სხვათა შორის 11 აპრილი, შაბათი. დღეს ხამით უეჭველი უნდა წავიდე ეკლესიაში რა. და გვიანობამდე დავრჩები. ვილოცავთ ხალხო ან აღდგომას. ცოტა ისეთი უაღრესად მნიშვნელოვანი დღეს ეს არის, დღესასწაული და რავი რა. ვისაც რავი ყავთ გადაცვილი ნათესავი, იმე ახლობელი, იმე ოჯახის წევრი თუ იმე ყავთ ესეთი მოსამძივრებ და ორ შაბათს ალბათ და უეჭველი უნდა ჩავიდე საფლავზე რა, უეჭველი. უახლოვდებით უკვე ნაკრძალს და მოდი ეხლა შემოგთავაზებთ ლამაზ კადრებს. ესეც ასე, მოვედით ლაგოდეხის ნაკრძალში და უნდა ვახსენო ერთი ადამიანი, ლუდვიგ მოკოსევიჩი, რომელსაც ძალიან ბევრი ნაშრომი და კვლევა აქვს. იგი იყო პოლონეთის მეცნიერი და აქ მოღვაწე მკვლევარი. მას აქვს ძალიან ბევრი ნაშრომი და კვლევა. სწორედ მან გამოიჩინა 1899 წელს ინიციატივა, რომ აქ დაარსებულიყო ლაგოდეხის ნაკრძალი რა. მისი გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ 1912 წელს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ დაარსა ლაგოდეხის ნაკრძალი რა. დიახ, იცოდი რომ ლაგოდეხის ნაკრძალი ერთ-ერთი უძველესი დაცული ტერიტორიაა მთელ კავკასიაში. წარმოიდგინე, აქ თავმოყრილი არის საქართველოში არსებული ფლორა და ფაუნის 1/4. იმიტომ რომ ისეთი გარემო და ადგილმდებარეობა უჭირავს, რომ მის შინაარსობას უზრუნველყოფს. ლოგის ბოლოს კი არ შეიძლება რომ არ ვილაპარაკო ერთ-ერთ ძალიან სამწუხარო თემაზე, რაც არის რეზიდენტურა საქართველოში რა. ჯერ მესამე კურსის სტუდენტი ვარ, მაგრამ ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია ის ამბავი, რომ პირველ რიგში რეზიდენტურა საქართველოში არის ფასიანი. კაი, მერე მეორე. სამსახურში ფაქტობრივად მათი მონობა არის, ანუ ისინი არიან ექსპლუატაციის მსხვერპლები რა. ისეთი წირი ხელფასები აქვთ, რომ ანუ წარმოიდგინე, ჯერ ხო გადასახადებში მიდის ეს ყველაფერი, რეზიდენტის გადასახადებში. მერე რაღაცით ხო უნდა ირჩინო, ანუ რაღაც საკვები გინდა, განსაცმელი გინდა, რაღაც ანუ მართლა ოჯახის კისერზე ხო არ უნდა იყოს ეხა. მერე მესამე. სისტემა არის საშინელი, წარმოიდგინე რა. დამახსოვრებული ტესტები, არასწორი პასუხები, რომ უნდა იმახსოვრო. საშინელება რა, სრულიად გადასატრიალებელი არის ეს სისტემა. ძალიან გამიხარდება რეზიდენტები, სტუდენტები და ასევე ვინც უკვე ლიცენზირებული ექიმია, რომ შემოვიდეს Facebook ჯგუფში, რომელიც აღწერაში იქნება რა. დავეხმაროთ ამ ხალხს, მოვახდინოთ გადატრიალება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლას ყოველთვის აზრი და მთავარი მიზანი იქნება, რომ უბრალო ხალხს მაინც გავაგებინოთ რეალობა რა, რომ ინფორმაციის ვაკუუმი არ იყოს. ეგ არის და ეგ. არასვენებდა
მომენატრაზები ჩემი შინაზე ისე დილიცას თუ მართან მაგრამ დინატე ისე გამიტაკეს ოსები მაგრიმანდე ტექსტი არ მახსოვს მაგრამ ჩვენთან ვარ ლეილა ხანზე აი ხაი იქნება რა არიცოდი რომ ოპა